წყალსანი. ნაწარმოები, რომელიც არც ერთ ეპოქაში არ კარგავს აქტუალურობას და ყველა კითხვაზე შეგვიძლია ვიპოვოთ ამ ნაწარმოებში პასუხი. იცით, მე ახლა გესაუბრებით ჩემს საყვარელ ეპიზოდზე. ყოველთვის ადამიანებს ვაფასებდი ჩემი კრიტერიუმებით. ერთ-ერთი იცით რა იყო? მოხერხებულობა. და ჩემ მიერ არჩეული ეპიზოდი ზუსტად ამას ეფუძნება. ალბათ ყველას გახსოვთ, როგორ გაიგო ავთანდილმა ასმათისგან ტარიელის შესახებ. ეს მოხერხებულობის ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, კარგი გამოვლინებაა. დაფიქრდით და გაიხსენეთ. როცა შედის რამდენ ხერხს მიმართავს, რომ გაიგოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. ჯერ ძალადობით, მერე მოფერებით და ბოლოს ხვდება აი იმ პატარა ნაწილს, რისგანაც შეუძლია მიიღოს მისთვის სასურველი რაღაც. ეს გახლავთ მიჯნურობა. როდესაც ასმათ სიტყვა მიჯნურობა უხსენა, ის მან მაშინვე გააცნობიერა, რომ ეს ასმათზე მოქმედებდა და აი ამ კუთხით ბრჭყალებში შეუტია მას. აი ახლა მეც ამას ვაკეთებ. ვცდილობ ჩემი მოხერხებულობით გავიტანო თავი და დაგიმტკიცოთ ყველას, რომ მე ვიმსახურებ ამ პროექტში დარჩენას. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.